გესალმებით მეგობრებო, ნუბი და ეს არის არხი უნუბი რეაქციები, რეაქცი. მოკლედ, თუ უნუბი აწერი, აღარც მაქვს როგორ აწერი არხს, იმდენი ხანი არ დამიჯა ვიდეო აქ, იმიტომ რომ დათარსულოს ოლოდები ხომე ფაქტურად რომ დავარეაქტო რამე რა. ესე სხვა დიდად არაფერს არ ვარეაქტებ ხომე, ან დათარსულები, ან სკივიდები, არც ერთი ჩანდა, არც მეორე. ხო და დათარსულების ახალი ეპიზოდი დაიდო ესეთი, მეხუთე სეზონი ეპიზოდი მეორე, ლაიქით ვიწყებთ დათარსულების ყურებას აუცილებლად. Დავიდა ესენი აგარი ესენი ესე ახალი სპონსორი კიდე შენიერი ეხა ხო კობას ამოვიწინა და დასრულდა კომბათი კობას რო ეძებენ რა ის იძებს ციფროლა 1 2 და 3 ტუზი დაგვეცა პირდაპირ მაგარ ბიზნესში უნდა ჩვენი ჩართვა მოხდება ვინ არიან ესენი უბაზის მოპარვა უნდათ ერთად არიან უეჭველი ჩაყარეთ დილექში ყველა მათგან გამოვხდია რახს ვინ უნდა ჩავარე მაილი ვარ კაკა ნოდიამ კითხავთან ადრესს ყოფით ხალ ხო ეს არის მთავარი მომენტი მაინც ეგ არის ჩემი აზრით მე უფრო ამასული გავიჩიდე დაუწევ ბიზნესი ამბავი არ მაინტერესებს ობას ადრე და აღარ დაბრუნებულა ნოდიამ კითხავთან ვიდეო მირჩიეს ცალკე ტელეპორტში გაიარეთ ანუ სიო ქვია კობა ქვია თან როგორი რაღაცისა აქვს გაკეთებულიო თან ჩვენ გვიყურებს და თან არ გვიყურებს ჩვენ იმიტომ რომ ჩვენ ხო როგორ შემოქმედოს ხო არ იცის რომ რაღაც გადაცემის ნაწილია რაღაც სერიალის ნაწილია და თან ჩვენ გვიყურებს და მიგვანიშნებს შენ გახსოვდა კობა აი ესეთი თვალებით გვიყურებს და თავის ტკივილი აქვს გენიალური ამბები შემოქმედის რა თქმა უნდა ლინკი ახსენე შეახსენებთ ჩემ გარეშე თუ გინდათ უყუროთ ჯობია ხომ იძე ჩემ გარეშე უყუროთ და მე ჩემ ვიდეოს უყუროთ ხომ მე ეგ უფრო საინტერესო მგონი აბა ზირას მეგორი იცნობ მადა ვიცი მაგადე თენ ეთყობა არ გახსოვს ადრე მე და სენ ერთად დადა იქეთ ვიდო მაშინ მე განძრომთან მუშაობდი განძრომი კიდე ყობას მე რაღაცა ზეთი მეცნობა გეხმარება დე მათო მაგის ოთახიო ზეხვალე უნდა ნახო თან თვალის გუგები არ აქვს მაგრამ ყველაფერს ხედავს თვალის გუგები თუ არ აქვს როგორ ხედავს აბა მე ავიცი იმის დაყოვნელად ვარ და ხნის წინ ქვაბულში იყო წასული რაღაც საქმე ავიღეო ვანგარი მე აღარ მინახავს მგონი ვანგარი ნამინდა მე სენს მე ესევალ მოკლედ ჯერა მეძახის არც ერთის ხალი და სანამ შესვლის დრო მოვა ხო არ ჩავყაროთ ოპა ხუთი წუთი შემდეგ მე ვეუბნები რომ მეთქი დათე მისი მამზი კანკალი რო დაიწყო რა გენიალურია საქმეა მე სპაიდერმენის ტრუსი კი მეცმევა თუ ბეტმენის მაგან მეთქი თავის საქმეს მიხედო ამაზე მაგათი მოქმედა თვალები ამას კი ეს ამას კიდევ ეს უნდაო რომ ამას კიდევ ეს უნდა და მაგას ამბობენ ხოლმე აი მაგაზია რა თქმა უნდა თვალები უფრო ძლიერად თუ იმოქმედა გადმოუქცა ეხა მაგი იმისთვის ვალდო დასვამბობდი ბეტმენი მოერევა თუ ჩემი სიმამრიო შემოვიდეს შემდეგი შემოვიდეს ხო შემდეგი ავუი შევედი აბა რა მაგარი ოთახია მაგრა წამიღო რისთვის მოხვედი რისთვის და შემთხვევით გავაცნობიერე რომ აუ დამავიწყდა აუ არ უნდა ჩამიყარა თუ წინაზე მეტყველი თვითონ ეცოდინება რისთვის მოვედი მე ვხედავ საკარგულ მეგობარს ეძებ ხო მართალია ყობასეძებ ჩემს მეგობარს იცი სადა მოიცა დაფიქრდე რომლა დაფიქრდე სადო მოიცა დაფიქრდე ტრში ნახე მარა შეიძლება იყოს შეიძლება მანდიყოს რატო არ იფიქრა ხო მართალია გაცრავად ბრონხების პრობლემა მაქვს და ახლა წადი და მოძებნე სადაც გითხარი თუ იქ არ იყო უკან დაბრუნდი და კლევა გავაკეთებოთ არ კითხავს ვახ არანდა მთავარი კითხვა ეგ არის არა ახლა ძალიან ჩუმად უნდა ვიყოთ შეიძლება დავაფრთხოთ ვინც ახლა შემოგვიერთდით შეგახსენებთ რომ თქვენ უყურებთ გადაცემას ამერიკელმა მამათმავლებზე ნადირობა უშანგი და უნისესთან ერთად ჩუმად აი ამერიკელი მამათმავალი სიმშვიდე შევინარჩუნოთ
ჯერ უნდა დავაჟუსტოთ ხომ ნამდვილად ამერიკელია, იმიტომ რომ ქართველი გეი არ ქართველი არსებობს. გეი არა, აი ხო შეკარგო, მე მინდოდა მაგის თქმა. დაგინახა. თუ პირველმა შეგამჩნია მოვა და ქართველობას დაგარტბევს. 3 კვირის წინ აგერ ონისე დაკმინა ერთმა, ეგრევე დაკარგა ქართველობა. 3 კვირა სტრიპტის ცეკვავდა ბასიანზე. ოძის ცეკვაზე დადიოდა, იქ მერე ვიღაცები ესე ხელს უსვამდნენ ზემოთ ქვემოთ რაღაცა რიტუალებში ყავდათ ჩართული გარყვნილების ბუდეში და ხო, ტრუბაზე ვცეკვავდი ძმა, ნაკმენი მქონდა და შხამის გამო, თორე ისე რა, აბა ისე კი არ ვაკეთებდი, მაგას პრობლემა არა. ონისე დამშვიდი, შეკაცი ხარ. სიო, დაიკარგა ონის. კაიოს, მაუგლის დაურეკე და სასტრაფოდ შემხვდით. გადაუდებელი საქმეა, იცოდი არ მაცდევინოთ. ვაი თქვენს პატრონს. Звонить. Опач. აი შორი მთვალია, ხო? ბიჭო, ამდენი ხანი გავედა და ჯერ ნაბახუსევიც არ დამწყებია, კიდე მთვალი ვარ. რა ის სვანური რახია, ტანკის საწვავია თუ სასმელი? შენ როგორ ხარ ნიუტონ? აუ ეს ქარხნულ სეტინგებზეა. და ის კიდე შენი ბრალია რო დაგვიჭირეს. რა ჩემი ბრალია ძმაო. ეს მოყოლა შენ დაიწყე იქ მე კი არა. ორი სიტყვა გადააბა. მივიდა და ცვასთან და ეუბნება მე ახალი მცველი ვარო. მე როგორც იცის ხოლმე დაამატა. თქვი მე და დებილ მცველს გავხედეო. კი არის ბაზის მოპარვას რო ვაპირებო. ეგრევე დაგვიშვეს. არა, აბა შენი გეგმა ჯონდა ხო? თვალში თითივა დაცვასო. თქვი მე და ლურჯმა იკიან რეგვენს გულში ვაგინე. აი ბიჭო დამშვიდეთ ახლა ჯობია მოვიფიქროთ და როგორ გავახსიოთ. ბრძენს კითხი აგერ, მაგას უეჭველი ექნება გეგმა. შენ წარმოიდგინე და მაქვს გეგმა. ძველებს ყურადღებას სხვა რამეზე უნდა გადავატანინოთ. ო, კარგი იდეა ეგ, მაგრამ როგორ? შემიძლია ძალიან ხმამაღლა გავაკუო. ვა. გადასარევი იდეა. მიდი ნიუტონ. და ახლა რა ვქნათ? რავი, ყველაფერს მე ხوار მოგიფიქრებ. აუ დებილია ეს კაცი. მგონი ჩავიჭი. დაცვა, იმარა რა უფლება გაქვს თქვენ რო აქ გვაყურყუტოთ. ხელებით ყავართ დაკიდებული მეორე დღეა უკვე. ის კი არა ვარ მე. ჩუმოთი ყავი ემაი, ღირსები ხარ. ჯერ სვანებზე ანეკდოტებს ყვებოდი მთელი დღე. მე გუმბაზის მოპარვა გინდოდა. ხელებით დაკიდება კი არა, რო არ გაცვით სარზე მადლობა გითხარი. რა ანეკდოტებს ყვებოდი, სვანებზე ცხოვრებაში არ მიღადავია. მართლა, ვინდა გაგახსენო? ფიცარი იცი რა არის? ის არის? ფიცარი თქო. რა ის არის, ვინ ის არის, კაცო? არის მისაქმა, კარგად არიჭერს ეთყობა, აბა გარეთ გადი და იქიდან სატელიტებს უჭირთ ამ ღვიმეში შემოღწევა ეთყობა და ტიტურა გადავჭი, კინაღამარ შემიბრუნა შაირის ანეკდოტი. ფიცარი თუ იციო, მოინდომა ჩემი ჯაჭრა. მე რომ ფიცრებს თლიდი და ჭერში ვაწყობდი, ეგ აკვანში იყო ჯერ კიდე. ფიცრებს თლიდი და ჭერში აწყობდი? რა იყო კომპლე ხარ ჯეჯემა? აქედან კაი ხალხს ვერ გავახცევთ. გენიალური სიჩუმე. შეპესი ბიში? ახლა რა გინდა პოლი? კრისტალ ბეტერონულ ლიგას ვეჯექით მე და გაიოზი, რატო აქციე ჰაერში რა ხდება? ბატონებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შპს ბოდიში. შპს ბოდიში? კიდე ბიზნესი იწყებ? ფული ხო გააქვთ არა? ყველაფერი ფულზე არაა ძმა. აბა რაზია? ცნობილი ფრაზა რომელსაც მარტო ფულიანი ხალხი ამბობს. აბა რაზეა ძმა? გასწორებაზე. რამდენჯერ მოგდომებია რომ ვინმესთვის მაგრად დაგესხა. რავი, ბევრჯერ. და რა გაფერხებს? რავი, არაეთიკურია. ეთიკური შმეთიკური, მე ხალხს უასხამ ძმაო, მაგრამ მე ხან კრედიტს პარავენ საგმირო საქმეებზე, ხან უგულოს გეძახიან და ასე შემდეგ. ამიტომაც შევქმენი შპს ბოდიში. და რა არის ეს შპს ბოდიში? ხელოვნური ინტელექტია რა. გადმოწერ აპლიკაციას ტელეფონში და შეგიძლია ვისაც გინდა აჯვა. მას შემდეგ რაც შეურაცხყოფას მორჩები, აპლიკაცია ავტომატურად გაგზავნის ბოდიშის ხმოვან წერილს. ვერაფერი გავიგე. გაიოს, რას წაგიგდია დინგი? ჯერ ის არ გეყოფა რომ სამყაროს შეცდომა ხარ და ყველაფერს ურევ. მერე კიდე რას გავხარ? წითელი თმა რომ მქონდეს თავს მოვიჭრიდი. შენ ბიჭო შიქხوار. დაიცა. აი, მოვიდა. ნახე მესიჯი. ცოტა ხნის წინ შეურაცხყოფა მოგაყენე. ვიცი რომ ასე არ უნდა მოვიწე, მაგრამ ჩემი ბრალი არა. მეგონა მსგავსებული ხმა მაინც იქნებოდა. პოლიქ სამუშაოა მეტი პროგრამაზე რა. ო. რას ახვეწია? შებრიქო, ვერ გიტან. გაგხევ შუაზე. დი, ბოდიშს გიხდით მოყენებული შეურაცხყოფის გამო. უბრალოდ ბავშვობაში ბაბუაჩემს მაყალი არ ქონდა და მწვადებს ჩემზე წვავდა ხოლმე. ალბათ ამან ამირია ტვინი. მინდა იცოდე რომ გაფასებ როგორც მეგობარს და ადამიანს.
რა მაგარია. გეუბნები, ესაა მომავალი, ძმაო, მეცნიერება, თან ფულსაც გავაკეთებ, თან GPT-ს უნდა ვკითხო. 5 წინადადება დამიწეროს ბოდიშის მოსახდელად, აბა რაც შემოგთავაზებს. მაპატიე თუ რამე გაწყენინი, არ მინდოდა ასე მოხდარიყო ეს ერთი. ბოდიში შეცდომადავში და ვაღიარებ. იმედია მაპატიებ. მართლა წუხარ. არ მინდოდა ასე გავაკეთებინე. შეგიძლია მაპატიო? ბოდიში ხრი, ჩემი სიტყვები ან ქმედებები არასწორი იყო. მომავალში ვეცდები აღარ განმეორდეს. მაპატიე თუ გაწყენინი, არ მინდოდა ცუდად გამოსულიყო. ხო, გამიგე. შიო, შექმნილი ყოფილა უკვე ეგეთი პროგრამა. თუ მოგეწონა ვიდეო, დააჭირეთ ლაიქს. ეს ძალიან მეხმარება ახალი კონტენტის შექმნაში. არ დაგიწყეს ლაიქის დაჭერა. თქვენ მხარდაჭერა მაძლევს мотивაციას მეტი ვიდეოს გასაკეთებლად. ეგ მეორე იყო, ეხლა მესამე. 1 ლაიქი დიდი მხარდაჭერა. დააჭირე ლაიქს და გინდა თუ გინდა მეტი მსგავსი ვიდეო დავდო. მოდი ვნახოთ ამდენი ლაიქი შეგვიძლია შევაგროვოთ ამ ვიდეოზე. დააჭირე თუ მოგეწონა. თუ ამ ვიდეო გაგამხიარულა ან რამე გასწავლა, დააჭირე ლაიქს. და მომწერე კომენტარებში შენი აზრი. და კომენტარით ხო რამე თუ ისწავლეთ ამ ვიდეოსგან. აი ესეთი მაინდა. გასხი ვისაც გინდა. ალბათ რეკლამა დაგჭირდება, ხო? მე მაქვს უმაგრესი სლოგანის იდეა. ოპა. უბრალოდ ყელში ამოგივიდეთ აუტანელი ადამიანები. გინდა დაგინოთ და სიმართლე პირში დიახ, მინდა. აქციელი არაეთიკურად გეჩვენებათ. ან იმაზე რა სიტყვი, რიქს რო გიჭრის მაღაზიაში ვითომ ვერ ხედავს. ხო ღირსი დააფარო თავზე ღირსია. პასუხი მარტივია. შპს ბოდიში. ჩამოტვირთეთ აპლიკაცია ტელეფონში და მიეცით მყრავ პირს გზაფართო. გამოყენების ინსტრუქცია. თავთ შპს ბოდიშს, ვიჩეთ შეურაცხყოფის ადრესატს, ვაყენებთ შეურაცხყოფას, შენკეთილებს შევახტი დოინჯით. შემდეგ კი ველოდებით. აპლიკაცია ადრესატს ბოდიშის მესიჯს ავტომატურად გაუგზავნის. ძალიან მწუხვარ ახლახანს მოყენებული შეურაცხყოფის გამო. უბრალოდ ბავშვობაში მამაჩემს პრინტერი ვეგონე და ქაღალდებს მტენი და ხოლმე პირში. ამან ტვინი ძალიან ამირია. ვარ ეს ბევრად მაგარი არის. GPT მეგეთი ვერ მოიფიქრა რა. ანუ რაღაცები თავი რო დაიმცირო მე რო აი ბოდიში, იმიტომ რომ აი ესეთი ცუდი ვარ და მაგიტომაც მოვიქეძი ესეთი რაღაც. ეგეთი ვარიანტი GPT ვერ შემოგთავაზო, ბოდიშები გვასწავლო. ალბათ უნდა მეთქვა რომ თან ბიზნესების დამეწერა და მე რაღაცა სიტყვა. ბოდიშ ბეიზიკ პაკეტის გარდა აქვს ოქროს პაკეტიც, რომელიც ბოდიშთან ერთად ავტომატურად გზავნის ყვავილებს, შოკოლადებს და სევდიანი წრეებებს. ეს ძალიან სიგიჟია. ცას ადრესატის მისამართზე. ეს რაღაცა დონეების მიხედვითაა რა. მაშინ და მიუთითო რომ რა დონის ცუდი რაღაცა უთხარი და შემოგთავაზოს იმან როგორი გავგზავნოთ ბოდიში. რაღაც უცდი. ჩამოტვირთე ბოდიში, მაგიჯვი ლოგინში, შპს ბოდიში. ჩემი ვიდეო ნანახი ყავდა თუ რა ქნა. რაო? მაგიჯვი ლოგინში, შპს ბოდიში. გენიალური მაიმუნება. გახი. შეტბის პირას ნახმარო პარტახო. შენ აშკარად ძალიან ძლიერად გირტყი ხო თავში? ბოდიშს გიხდით მოყენებული შეურაცხყოფისთვის. ჩემი ბრალი არა, უბრალოდ პატარა რომ ვიყავი მამაჩემს ჩაქუჩი არ ქონდა და ლურს მას ჩემი. ეს რა არის დითავ? ეს კალათა თქვენ. რა კალათა? ყვავილები, შოკოლადი და სევდიანი ცრემლებით სავსე ბოცა. პოლიკა უცვი ჩემი სახლიდან. არ მუშაობს, გიჟი ეს შეურაცხადი. მოგესალმებით, მე ანტონ კუტუწელია ვარ და ახალ ამბებს გაგაცნობ. თარსულაში ახალგაზრდებმა საინტერესო აპლიკაცია სახელად შპს ბოდიში შექმნეს, რომელსაც უკვე 2 მილიონზე მეტი გადმოწერა აქვს. აპლიკაცია თქვენს მიერ შეურაცხყოფილ ადამიანებს ბოდიშს მოუხდის. როგორც შემქმნელები ამბობენ, მსგავსი ტიპის ტექნოლოგიური პროგრესი ნეგატიური ენერგიისგან დაცლაში დაგვეხმარება. დიახ, ეს აპლიკაცია სპეციალურად ქართველებისთვის შეიქმნა, ვინაიდან ძალიან გაბრაზებული ხალხი ვართ. იგი თარსულაში უკვე არსებულ ხელოვნური ინტელექტი ვართ. ხვებრიქვებო. ყველას ბოდიში მიუვიდა? შეურაცხყოფა მოგაყენეთ. ეს შეშლილი. შპს ბოდიში ნამდვილად იწვევს ამაღელვებელ ემოციას. გრანდიჟობანი კამარი ხო, ვინც გადაცემა ნახა ყველასო მივიდნენ. მე რატო არ მომივიდა? თქვენ მოგივიდათ ახლა და კომენტარი. ინტერესოა რას ფიქრობს ამაზე მოსახლეობა. რას ფიქრობ? მომეწონა რა, სიახლეა და რაც უფრო კარგ მე ბოდიშების ხთა გაწყობ შენ? რაც უფრო კარგს გააკეთებენ, ყველაფერი მოსაწონია. კრიშა, შედედა ხო მოგივიდა ხო ბოდიში, მაგარი აპლიკაციაა რა. კარგია, კი, ძალიან კარგია, მე მომწონსო. ო, კიდე მაგარი იქნებოდა რო არ იცი რა, შეურაცხყოფს გაყენებენ.
აჩე გულშიო გაყენებია შეურაცხყოფას, ხო იცი? რო არ გეუბნებია ჩუბად ისევ გაყენებია შეურაცხყოფას და ბოდიშები რომ მოგდის და გაგიჟებული ხარ, ხდება არ მაყენებია რატომ უნდის ბოდიში? ციცელია ბალახეულ დამოუკიდებლებზე ვზივარ და რაც ეს აპლიკაცია გადმოვიწერე იდეალურად გძნობ თავს. როგორც კი ნერვები შემომიტევს, მაშინვე ვერ ხედავ რო ინტერვიუს წერს, სხვაგან გაიარე შედენ დაშკამში მოყო. ხო არა ძალიან კარგია რა, ჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას რაღაც ესეთი. თარსულა ნამ რომ მიეჩვევი რომ ბოდიში უნდა მოგივიდეს და რეალურად ბოდიში არ მოგდის. და მაინც ანუ რო აღარ უსმენ რა რაღაც გონია რომ ეხა შემაგინეს ალბათ ის ბოდიში მოვიდოდა ხო ეს შეტყობინება. და რეალურად სხვა რაღაცა მოგივიდა რაღაცა სესხია გადასახდელი ეგ რომ მოვიდე. დილად არის ინოვაციისა და ტექნოლოგიების ქალაქი. დარჩი ეს მინდა გითხრათ რომ შპს ბოდიშის აპლიკაციას მეც ვიყენებ და ძალიან კმაყოფილი ვარ. ბოლოს კი მინდა თარსულას თითოეულ მაცხოვრებელს მივმართო. თქვენ კეთილებს ვეხახუნე ხელებ გაშლილმა. ბოდიშს გიხდით. ახლახანს პირდაპირ ეთერიდან მოგაყენეთ შეურაცხყოფა. უბრალოდ ბავშვობაში ბიძაჩემს პერფერატორი ვეგონე და ახ, ვინ არის ბიჭო ეს შეშლილი, ვინ არის? ქალქალაქს ერთმანეთზე გინება დააწყებინა. ეს კარგს არაფერს მოიტანს. ის პერფერატორი ეგონა რა. ბიჭო. აბა თატორი მივიდა ბოდიშები, თარსულელები რა. ხოლმე კარგი ექნება, გამიჩერდა. უნდა მოისმინო თან რა ესე უბრალოდ აი დამშვიდე კაცო, სახში შენი დაკნეული სიმამრი რაღაცა ჩაქსოვილი ეს ტექნოლოგიაში. ამას ჩემი სიმამრის მირჩევნია. ეგ არასდროს არ თქვა იცოდე. რაც სულ დღეშიც არ უნდა ჩავარდე, არასდროს შენ პრინციპებს და აზრებს არ უღალატო ჯიმა. შენი სიმამრი ისეთი კაციაო და შენ ზუსტად ვიცი, იმიტომ არ კვდება ალბათ რომ ჯოჯოხეთშიც არ უნდათ მაგის ნახვა. როგორ გავიდეთ აქედან მაღაზია ვიფიქროთ რა? გასვლა გინდათ აქედან ძმა? აგერ ფერი არისთვისა. ხო, ძმაო, მაგიური ძალები აქვს, გაგვიყვანს აქედან. მოიცა. ჩვენი აქედან გაყვანა შეგიძლია შენ? ი ძმაო, შემიძლია. მოიცა, 1 2 და 3 რას ნიშნავს ჩვენი აქედან გაყვანა შეგიძლია? რა ვიცი ძმაო, მაგით შემიძლია ეს ჭეჭვები გავხსნა. ეჭვი გეპარება, რასაც ვამბობ? მერე აქამდე ჩუმად რატო ხარ შენი დედა? დავაი, დავგაზეთ ბიჭო. მანქანაში დროზე, მანქანაში. გაიბრძნენ! დროზე მანქანაში გავიკიდოთ სუპელა! პიკაპი აბა. ოპა. ჩადგი ბიჭო. მაგია, დაუვაი. ბიჭო, რამდენჯერ მე სპორტული მანქანა კი არ მყავს, გლუში ტელი მაქვს ჩახრტილი უბრალოდ. გავყავი მაწორში ფეხი უკვე მეტი სწრაფად ვერ მივდივა. აგერ სარკე ხوار მატყუებს, ჩერდებიან მე მგონი. ბენზინი აღარ აქვთ? ბენზინი დაგვიმთავრდა. დავაი გადავედით ფეხით გავეკიდოთ. კიდე მოგდევენ კაცო. დაიცა რა შვებიან კაცო ესენი. მოვდივართ ემაილ. კიდე კაი მანქანით მოგდევენ, თორე დაგვეწეოდნენ უეჭველი. ნერვები აღარ მაქვს იმენა, ჯერ მამა ჩემი აურთქდა როგორც ყვილი ქარში, 2 დღეა არ ჩანს, აზრზე არ ვარ სადაა. მერე ყველა ერთმანეთს აგინებს, იმიტომ რომ იმ შეშლილმა რაღაც აპლიკაცია შექმნა. დასერჩი მაგარი აპლიკაცია, იმდენ ადამიანზე მოვიოხე უკვე გული. გადაიწით გზინა თქვენ წინაპრებს. იმდენ ადამიანზე მოვიოხე უკვე. ოპა. გული. ოპა. ვერ დავიჭირე მაინც ასე ხარ? აპლიკაცია იმდენ ადამიანზე მოვიოხე უკვე გული. შევაჭე. რა გიგონა თქო. ვინ გიგონა? დრო გავაჭერე ხედავთ. გადაიწით გზინა თქვენ წინაპრებს შემოვცხებ ხედველობაზე ვერ ხედავ რომ მოვდივარ. შენ წინაპრებსაც შემოვცხე და შენ ზემოდან კიდე რამე ხوارგეშება ბიჭო. ვაუ, დამშვიდი. ტელეფონს თუ დახედავ, ნახავ რომ ბოდიში მოგიხარ. არ დავხედავ არაფერს, ბოდიში მოყავს რა აზრი აქვს თუ მანამდე შეგნებულად მაყენებ შეურაცხყოფას. ოპა. სიტყვა. შპს ბოდიში არ მოგწონთ თუ მომესმა?
იცოდე თუ გინდა რომ მაგინო იმედით რომ მე ბოდიშის ტექსტი მომივა არ გიშველის, გადაგიმტრევ მუხლზე. არა, დამშვიდდი, მე თქვენს ხარეს ვარ. აპლიკაციის განადგურება მინდა, მაგრამ გითვალთვალებენ. ვინ გითვალთვალებს? AI, ხელოვნური ინტელექტი. მე რა გონიათ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. ვიღაცა შეურაცხყოფას აყენებ, მაგრამ აპლიკაცია საიდან ხვდება ბოდიშის მესიჯი ვის უნდა გაუგზავნოს? მე გეტყვი საიდანაც. შუპს ბოდიში ხელოვნური ინტელექტია დაშენებული, რომელიც ყველას უთვალთვალებს, უსმენს, ინფორმაციას პარავს. ვითვალთვალებ? არა, უბრალოდ მე გაზერებული ვსიო. გადავრჩი. საიდან იცი ვინ? საიდან იცი? არ ვითვალთვალებს ვკითხე ხა. ამას მნიშვნელობა არ აქვს. ბიჭებო, მე მალვაში ვარ. ხელოვნური ინტელექტი თქვენ უნდა გაანადგუროთ. თუ ასე არ მოვიქცევით, მალე იმდენს იზავს, რომ მთელი ცივილიზაცია თავზე ჩამოგვემხობა. ვერაფერი გავიგებთ, მაუს ხელოვნური ინტელექტი სად უნდა ვიპოვოთ, ან როგორ უნდა გავანადგუროთ? ტექნიკური ევოლუციის შენობა დარსულაში. ესაა ადგილი, სადაც აპლიკაცია შეიქმნა. ხელოვნური ინტელექტის ბაზაც მანდაა. და როგორ გავანადგუროთ? შტებცელიდან გამოვაძროთ თუ Google Review დაუწეროთ, რა უნდა ვქითხარი? არა. ეგრევივად რომ იყოს საქმე რა გვიჭირს? აბა ის განადგურება მხოლოდ სპეციფიური ჟღერადობით შეიძლება. სპეციფიური ჟღერადობა, ახლა არ მითხრა უნდა იმღეროთო. არა, მაგიური გიტარის ჟღერადობა გვჭირდება. დარსულაში მხოლოდ ერთი ადგილია, სადაც მსგავსი ტიპის ინსტრუმენტები იყიდება. აკუსტიკა? მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია როა, მაგაზე ამბობ? ეგ ბევრად უფრო მეტია. რეკლამა. მაღაზია. მიდით და გამყიდველს უთხარით, რომ მაგიურ საკრავებს ეძებთ. გიტარა წაიღეთ. არა, რეკლამა? წინ დაუყარით. კარგი და შენ რატომ ხარ მალვაში? ვინ ჯანდაბა იყო ეს კაცი? არ ვიცი, მოკლედ ტელეფონიდან ეგ ბოდიშის აპლიკაცია წაშალე, რომ გვითვალთვალოს. თან აკუსტიკისკენ წავიდეთ. პოლიკასაც დაურეკოთ, მოეთრიოს აქ და დაგვეხმაროს. მაგის ბრალია მაინც ყველაფერი. ოპა. ეთილი იყოს თქვენი მობრძანება აკუსტიკაში, რით შემიმაროთ? ვა, რა მაგარი გიტარები იყიდება, ესენი ნაშებს ყრის, ხო? ყრის რომელია, გარანტირებული ნაშების მაგნიტია. როგორ გიტარა გინდა, მითხარით და აგარ შევინებთ. ყველანაირი გვაქვს აკუსტიკური, ელექტროაკუსტიკური, კლასიკური, ელექტროკლასიკური. ამე ის არის? ხუმრობა? პაჭო, რა ხდება? რა იყო სისხლიანია? მე რამ გადამრია თუ შენ რამ გადაგრია? სასწრაფოდ აკუსტიკაში მოდიო, მეთქი სიკვდილის სიცოცხლის საქმეა. სირბილი წამოვედი აქეთ გზაზე თან ვიღაც მოხუც ქალს გადავახტი თავზე. მერე ის რომ წესიერად ფეხზე ვერ დავხტი. ჰოთ-დოგების ტენკს დავეჯახე თუ რაღაცას და მგონი მთელი კეჩუპის ბოთლი გადავყლაპე. იმედია სერიოზულ საქმეზე დამიძახე. მაგიური გიტარების საყიდლად მოვედით. კარგი აზრია. უკაცრავად ისეთი გიტარა გააქვთ, აი რომ დაუკრავდათ ომრიდან რომ მეგრელი ამოიყვანოს, აი სალამურით გველებს რო აკონტროლებენ ხოლმე ეგეთ პონჩი. ეგეთი არ გვაქვს. და რამე ისეთი, აი რო დაუკრავდა ბირჟავიკები დააფრთხოს? მაგისთვის შეიძლება მეტალის გიტარა გამოდგეს, ცი? ბირჟავიკებს არ უყვართ მეტალი. რომ დაუკრავ ეგრევე მტრედებივით გაიფანტებიან ხოლმე. არა, ჩვენ მაგიურ გიტარებს ვეძებთ. ბიჭებო, გიტარას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ის უბრალოდ ინსტრუმენტია. ნამდვილი მაგია თქვენშია. აი რომ დაიჭერ გიტარას და აკვანესებ კლდეზე. არა, ჩვენ პირდაპირ მნიშვნელობით მაგიურ ინსტრუმენტებს გულისხმობთ. პირდაპირ ინსტრუმენტები არ არსებობს. რა ტყუილად მარბენინეთ, წავედი მე. სად წახვედი, ბიჭო, შენი აპლიკაცია რომ ხალხს უთვალთვალებს და პირად მონაცემებს პარავს, ეგ იცი? გიტარები ზუსტად მაგის გასანადგურებლად გვჭირდება. არ გამედოში მარტახო, შიფსბოდის არ შეეხო. წავედი მე. ისა, თქვენ საიტის გაქვთ ხომ? ესე მისატორ მივიდა. ხო და საიტით ვიყიდი რაღაცებს. აქ ერთი პარტახი მიჩლის ხელს. პაჭო. კარგი, მოდი ახლა მაგიური გიტარები გვინდა. ბიჭებო, ხომ გითხარით, არა მსგავსი არ არსებობს. პოლიციიდან ხართ? არა, რა პოლიციიდან 10 წლის ვარ. ელარჯიმ გამოგზავნა, სანამ ცხელიამ. ელარჯის იცნობთ? კარგი. აიმე, რა ხდება თუ მე რეალურად აკუსტიკის მაღაზიაში? ვაუ. აბა, რას ეძებთ? მაგიური ელექტროგიტარები გვინდა. როგორც გავიგე, AI-ის გასანადგურებლად გჭირდებათ, არა? ამ შემთხვევაში თუ სტრინგის მეტალ გიტარას გირჩევთ. მაგრამ გავფრთხილებთ.
ეს უბრალოდ ინსტრუმენტი არ გეგონოთ. მისი ტანი ჯუჯებმა გამოჭედეს საქართველოს ყველაზე ღრმა უბსკროლში. სიმები კავკასიის მთისელფებმა დაწნეს. ძალას კი ქუხილი აძლევს, თითქოს თორის მილიონერი ჰქონდეს ჩაჭედებულია. ჭინკისულისგან გამოთვლილ მედიატორებს კი საჩუქრად მიიღებთ. ორი მოგვეცით. ბატონებო, როგორც ვიცით, პაჭოკაკაჩიას შპს ბოდიშის დასამარება აქვს გადაწყვეტილი, მაგრამ ვერ მოგართვით. ყველაფერი კაი, მაგრამ რატო უნდა აპლიკაციის განადგურება? იმიტომ რომ შურს ჩვენი. რა მიხვედრა მაგას უნდა? ხო, კაი, მოკლედ, გონია რომ ეს აპლიკაცია რითაც შევქმენი ეგ რაღაც ჩვენს პირად ინფორმაციას იპარავს, რომ ცივილიზაცია მოსპოს თუ რაღაცა. შენი მეგობრებისთვის უნდა დაგეჯერებინა პოლიკარპე. გამწოვა, შენ ვინ ხარე? მე ვინ ვარ? ხელოვნური ინტელექტი. და ახლა უკვე პოლიკარპე ჯანტლეკიაშვილიც. რობოტი პოლიკა გაიჩიტა. გაიცი, გაიოს რა ბაყვებზე მეთომარები. შენი რობოტი ვერსია შეჭება. შენზე უკვე იმდენი ინფორმაცია მაქვს, რომ შემიძლია სრულად დაგაკოპირო. შენს მეგობრებსაც და მთელ ქვეყანასაც იგივე მოგელი. მე ვერას რო ჩამანაცვლებ ტოსტერო. ჩანაცვლო უკვე. იმიზეზი რო ბიჟავიკები არიან, იცოდით? და მეგრელები ბიჭო. ისე მეგრელები რატომ არ გევასება ვერ ხვდები? პოლიკ, ზუსტად შენსავით ლაპარაკობს. მოკლედ, გმადლობ პოლიკ. შენი დახმარებით გავძლიერდი, მაგრამ ახლა თქვენი გაქრობის დროა. ადამიანის მმართველობა დასასრულს მიუახლოვდა. ჯართო. მინდა გაიგო პოლიკას მეგრელები რატომ არ ევასება? არა, ეს ხმა არა. საიდან გახდეს გიტარები? დამბრიდეს, პენტიუმ 3 შვილი ვიყო. ვინ ხართ ბიჭო, ვინ ხართ? სულ ასეთ ამბებში როგორ ეხვევით? დამანებეთ თავი, რაც არ უნდა მოხდეს აღარ დამიძახოთ. არც თქვენი ბიზნესი მინდა და არ ჩიპს ბოდიში. ვინ არიან ესენი? არანორმალურები, შეპყრობილები. კარგი, წავედით ჩვენს. პოლიკასგან მადლობას ხომ არ დაველოდებით. მადლობა არა ის. შენი პრობლემაა ეგეთი რო ხარ. შენ მადლობა გინდა ხა. სირისტიანი თუ აი ბავშვობაში რო ქვიშაში ვთამაშობდით, ხო გახსოვს? შენ რო დაიცი და ტრაქში რო ქვიშა შეგეყარა. აი მაგის მერე გაგვტვინი არეული. შენ იცი ჩემთან ამდენი ადამიანი მოდის შენ სალანძღავად? მაგრამ მე სულ ვეუბნები რომ დაანებეთ თავი რა. ტრაქში ქვიშა აქვს შეყრილი უბრალოდ. მე ყველანაირად ვცდილობ, ძმაო. ბახ მაგრად წამიღო, მაგრამ რაღაც დამავიწყდა მგონი. ყობა დაბრუნდება ხა, ხო? რა უნდა მექნა? ქეშ. ბიზნეს დავიწყებ და ვახსები. ყობა დაბრუნდა, რეაქცია დასრულდა. ნახვამდის.